გამარჯობა, თქვენ უყურებთ ყოველკვირეულ საინფორმაციო გამოშვება ობიექტივს. გასულ კვირას წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა საკრებულოს მორიგის სხდომა. დღის წესრიგით წარმოდგენილი იყო 21 საკითხი. აქედან საბოლოოდ მიღებული იქნა 2 დადგენილება და 19 განკარგულება. ამავე სხდომაზე საკრებულოს წევრის მარინა კაკაჩიას მიერ ინიცირებული იქნა საკითხი ქალაქ წალენჯიხის ცენტრალურ პარკს მიენიჭოს ქართული სახელმწიფოს მშენებლობისა და საზოგადოების კონსოლიდაციის საქმეში თვალსაჩინო მქონე საზოგადო მოღვაწის გიორგი გუგეცანევას სახელი, რომელიც საკრებულოს წევრებმა ერთხმად მიიღეს. საკრებულოს მუშაობის ანგარიშს მოგახსენებთ, მოკლედ ამასაც ავიკითხა 2013 წლის ბიუჯეტი შეადგენდა 10.715.000 მათ შორის ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გათვალისწინებული იყო 6.788.000 ლარი, სოციალურ და ჯანდაცვის პროგრამებზე 440.500 ლარი. კანონით დადგენილება და იქნა მიღებული მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტი, სადაც მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვისა და უზრუნველყოფაზე გათვალისწინებული იყო 602.600 ლარი, რის ფარგლებში მოქმედებდა 6 პროგრამა. მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება, სიღარიბის ღვაწლმოვყოფი მოქალაქეების და დაბალ შემოსავლიანი ოჯახების ერთჯერადი ფულადი დახმარება, მოქალაქეების ჯანმრთელობის ცვლილების გამარჯვებული გადაუდებელი და სასწავლო მდგომარეობის გამართვის ეკოლოგიური პასუხისმგებლობის და კუნძულების აწინაურების და ფინანსების პროგრამა, სოციალურ საშიში დაავადებათა პრევენციის პროგრამა, თითქმის დიალიზზე მყოფი მოქალაქეების შესაბამისის და საფინანსება. ზოგადი მუნიციპალიტეტის საკრებულოში შემოსული იყო 2027 დოკუმენტი, მათ შორის 104 სამხარეო ადმინისტრაციიდან, 16 სხვადასხვა ადმინისტრაციიდან და ორგანიზაციებიდან, 1128 მოქალაქეების 752 განცხადება, დოკუმენტებზე რეაგირება ხორციელდება კანონით დადგენილი წესით დადგენილ ვადაში. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით სულ შემოვიდა 37 განცხადება, ინფორმაციის გაცემაზე უარის თქვის გადაწყვეტილება არ ყოფილა მიღებული და შესაბამისად გასაჩივრების შემთხვევით არ ყოფილა. საანგარიშო პერიოდში მოწვეული იქნა 17 საკრებულოს სხდომა, მიღებული იქნა 39 ნორმატიული აქტი და 322 ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი და საკრებულოს ბრძანება 305. ეს არის სრული ანგარიში, რაც საკრებულოს თავის მუშაობის პერიოდში გამოუცხადა. მიმდინარე წლის 5 აპრილს პარტია ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს წალენჯიხის რაიონული ორგანიზაციის დამფუძნებელი კონფერენცია ჩატარდა, რომელიც გახსნა დამფუძნებელი კონფერენციის საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელმა ილია კუნუამ. კონფერენციას ესწრებოდნენ დელეგატები, ქართული ოცნების მხარდამჭერები და პარტია ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონის კურატორი გაიოს მინიავა. კონფერენციაზე დასწრების მანდატი სულ 94 ადამიანზე იყო გაცემული. ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს წალენჯიხის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარედ ერთხმად არჩეული იქნა წალენჯიხის გამგებელი გოგა გულორდავა. ამავე კონფერენციაზე აირჩა რაიონული ორგანიზაციის ბიუროს შემადგენლობა. კონფერენციის დასასრულს სტუმრებისა და დელეგატების წინაშე სიტყვით წარსდგა წალენჯიხის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე გოგა გულორდავა, რომელმაც დელეგატებს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა. ასევე მან ისაუბრა პარტიის საქმიანობაზე, მიზნებზე და ამოცანებზე. გოგა გულორდავას შემდეგ კი წალენჯიხელებს სიტყვით მიმართა სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონის კურატორმა გაიოს მინიავამ. უპირველესობისა მინდა უმეტესი მადლობა გადაგიხადოთ ამ დიდი ნდობისათვის, ხარდაჭერისათვის. ჩემთვის უდიდესი პატივია წარმოვადგენდე პარტიას, რომელმაც შეუძლებელი შეძლო სრულიად შეცვალო პოლიტიკური რეალობა, ხალხს იმედი და სამართლიანობის შეგრძნება დაუბრუნა. რეჟიმი დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებული მმართველობით მშვიდობიანი არჩევნების გზით ღირსეულად ჩაანაცვლა. ჩვენი პარტია ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო ნაყოფიერად და წარმატებულად მუშაობს და იმუშავებს ყველა მისი მიზნის მისაღწევად, როგორიცაა ხელი შეუწყო საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური ნების ფორმირებას და დემოკრატიულ არჩევნებში მონაწილეობის გზის მის ქმედით რეალიზებას. ხელი შეუწყოს ქვეყნის მართვა-გამგეობაში საქართველოს მოქალაქეთა მრავალფეროვ ჩართულობას, დაითხოვს ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები. ხელი შეუწყოს სამართლის უზენაესობის პრინციპის დამკვიდრებას, შეიმუშაოს საქართველოში ეფექტიანი მმართველობის სისტემისა და რაციონალური საჯარო სამსახურის ჩამოყალიბების მექანიზმები. ხელი შეუწყოს მმართველობის სისტემის დეცენტრალიზაციას და ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარებას. ხელი შეუწყოს ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში და მასში ჩვენი პარტიის დამაჯერებელი გამარჯვება ის აუცილებელი ნაბიჯია, რომელიც თითოეული მოქალაქის კეთილდღეობის გარანტს წარმოადგენს. მე მჯერა თქვენთან ერთად
ჩვენი შთამბეჭდავი გამარჯვება, რაც თავისთავად ერის სახელმწიფოს გამარჯვების ნიშნად მიღწეული იქნება. კიდევ ერთხელ უღმესი მადლობა და ბოლოს მინდა ერთი ცნობილი მოღვაწის სიტყვებით დავასრულო. უსარგებლო ნათქვამია, ვაკეთებთ რაც შესაძლებელია. უნდა გავაკეთოთ ის რაც აუცილებელია. დიახ, მე მჯერა თქვენთან ერთად ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის რაც აუცილებელია. აუცილებელი ქართული სახელმწიფოს გაბწყინებაა და ამაში ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს წვლილი ყველა ეტაპზე ლომის უნდა იყოს. უფალი იყოს ჩვენი და ჩვენი ქვეყნის მფარველი. დიდი მადლობა ყველას. ჩვენ გოგას მინდა მადლობა უთხრა რომ აი ესეთ ლამაზი კაცი აირჩიეთ თავმჯდომარედ და იმედია რომ ის პრობლემები რაც წარუმჯახში არსებობდა გოგას შენ იმედია ქართულ ოცნებას და პოლისაროს და ეს საკითხებია რომელიც იყო რა მოსაგვარებელი აი რას ზოგიერთი ნაწილი არის და ვერ გაიქცევა ყველა თავის აზრია ყველას მარად უყურებს ამიტომ შენ იმედია რომ ხა სკოლაში აყოთებდა და მიიყვან მდგომარეობამდე ასეთ ქართული ოცნება ვქრია მე მინდა კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მოგახსენოთ კიდევ ერთხელ იწყება რა თვითმმართველობის არჩევნები და იმედია ხშირად შევხვდებით ალბათ მე აქეთ გადმოვთ სამეგრელოში და ერთი ორი თვე მაინც აკეთებინები და ხშირად შევხვდებით ერთმანეთს და მოვეფერებით ერთმანეთს და მივხედავთ ძალიან ძალიან მეყვარხარ და დიდი მადლობა მოგზაურობისა და ამ კანონისა გასულ კვირას წალენჯიხაში საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას 75 წლის იუბილე მოკრძალებულად აღინიშნა. პირველი პრეზიდენტის თანამებრძოლებმა გოგი კალანდიას სახელობის ცენტრალურ მოედანზე დადგეს მემორიალური დაფა, სადაც საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს 26 მაისს დაიდგმება ზვიად გამსახურდიას ბიუსტი. პირველი პრეზიდენტის ხსოვნას პატივი მიაგეს და მემორიალური დაფის გახსნას დაესწრნენ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები, გამგეობისა და საკრებულოს წარმომადგენლები. კალური პიროვნება იყო, ეს კაცი იყო ხსნიერი კაცი და ღმერთთან არის დღეს მე ასე მგონია და ქვეყნისათვის თავდადებული კაცი და გული მიტომ ხდება კაცის ასეთ რომ ჩვენივე ხელით მოვკალით. უდიდესი ქართველებია 38-ია ეს კაცი. აიგე ბაქრაძის იმაზე ვარ დაყნობილი ამასთოლა ბალაკ. აი ასეთი ის არის ისტორია გვაქვს, ბეთკული ისტორია და ამ კაცს ყველაფერი კარგი უნდა და სამშობლოსათვის და ღმერთმა ისექნას რომ ალბათ გასწორდება ყველაფერი და ყველაფერი კარგად იქნება. ამ ძეგლის გახსნით ჩვენ მომავალ თაობას ვაძლევთ საშუალებას იმისას დაინახონ რეალურად თუ ვინ იყო ბატონი ზვიადი და რისთვის მიაგეს მას პარტიის დღევანდელი ქართული საზოგადოება და ამ ღირებულებებზე გაიზარდოს ეს მომავალი თაობა. ეს არის ქვეყნის სიყვარული, თავდადება ქვეყნისთვის, მსახურება ერისა, ქვეყნის სამწუხაროდ დღევანდელ პოლიტიკოსებს ეშლებათ და მსახურება ერისადმი, საკუთარი თავისადმი მსახურებაში გაცვალეს. და რეალურად მომავალი თაობისთვის ეს დღევანდელი დღე ახალი ძეგლის დადგმა უნდა გახდეს საფუძველი იმ გმირების პოვნისა, რომლებიც მათ გაუწევებიან მომავალი საქართველოს შენელების საქმეში. მოსენებათ რომ დღეს 75 წელი შეუძლია საქართველოს პირველ პრეზიდენტს. გამომდინარე აქედან რაიონის ხელმძღვანელობამ ჩათვალა რომ იყო საინიციატივო ჯგუფი რომელიც ითხოვდა რომ ყოფილიყო ქალაქ წალენჯიხაში ზვიად გამსახურდიას ბიუსტი. ჩვენ განვიხილეთ კანონის სრული დაცვით ეს წინადადება. მივიღეთ გადაწყვეტილება რომ ჩვენ სადაც ხედავთ ახლა ამ ადგილას დაიდგას საქართველოს ერთეული პრეზიდენტის ბატონ ზვიად გამსახურდიას ბიუსტი. შესაბამისად გამოცხადდება კონკურსი ესკისთან დაკავშირებით და რომელი ესკიზი იქნება მოსატონი მუნიციპალიტეტი აიღებს თავის თავზე და დააფინანსებს ყველაფერ ამას სრულად. დროა გაიგონ ჩვენი ხმა და ჩვენი ერთად დგომის ძალაც. 5 აპრილს ჯვარის კულტურის სახლის ეზოში ჯვარის ცალკე დამოუკიდებელ თვითმმართველ ერთეულად გამოყოფასთან დაკავშირებით ასობით ადამიანი შეეკრიბა. ჯვარის პარალელურად თბილისში მყოფი ჯვარელი ახალგაზრდების ინიციატივით მხარდამჭერი აქცია გაიმართა მთავრობის კანცელარიასთან. ასევე საინიციატივო ჯგუფის წევრებსა და აქციის მონაწილეებს სკაიპის საშუალებით მიესალმნენ და მხარდაჭერა განუცხადეს საზღვარგარეთ მცხოვრებმა ჯვარელმა ემიგრანტებმა. მონიტორზე ნაჩვენებებნა ჯვარის განვითარების
განვითარების შესახებ მომზადებული ფილმები და სიუჟეტები. მე როგორც საკრებულოს წარმომადგენელი საკმაოდ ხშირად მიხდება საკრებულოში ყოფნა და ხედავ ის მოსამართლობას, რაც იქ ხდება. სამწუხარო რეალობა ის არის, რომ რაღაცნაირად ტენდენცია მიდის წალენჯიხაში, რომ ამ ზონის წარმომადგენელი არა მარტო ჯვარის, არამედ ყველა ზონის წარმომადგენელი რაღაცნაირად ვერ აკმაყოფილებს წალენჯიხის მოთხოვნას და აი ამიტომაც ყველა მათგანი განთავისუფლებული ერთადერთი პიროვნება, რომელიც ჯერ კიდევ ინარჩუნებს თავის სამუშაოს წალენჯიხაში, ეს არის ზური სამუშია, რომელიც ძალიან დიდი პროფესიონალია, თუმცა მე არავის არ ვაყენებ შეურაცხყოფას, მაგრამ იმდენად ძლიერია თავის საქმეში, ეთქობა, რომ მაგის შემცვლელი ვეღარ მოძებნეს და აი ამიტომაც ეს დღეისდღეობით ეს პიროვნება მუშაობს წალენჯიხაში. კი ბატონო, 85 წელიწადი ვიყავით ერთხელ, ისევლე დავრჩეთ ერთად, მაგრამ მოგვეცით საშუალება, რომ ჩვენ თვითონ მივხედოთ საკუთარ თავს. ჯვარს აქვს ყველანაირი პოტენციალი იმისა, რომ თვითონ განვითარდეს და აი ამიტომაც იმის მომიზეზება, რომ ჯერჯერობით მთავრობას არა გადაწყვეტილი და აი ამიტომაც ჩვენ ძველოდები მთავრობას არ არის. პირდაპირ თავისი პოზიცია უნდა დააფიქსიროს წალენჯიხამ და უნდა თქვას, რომ იმ დღესვე როცა ეს მოხდება, ჩვენ თქვენ გვერდით ვართ. დღეისდღეობით ამ თანადგომას ვერ ხედავ. ვიღაცები ავრცელებენ ხმას, რომ თითქოს ხალხ შორის არის დაპირისპირება. ეს ყველაფერი არის ხალხო ჭორი, არანაირი დაპირისპირება ხალხ შორის არ არსებობს და არც შეიძლება იყოს. უბრალოდ არის ნება და სურვილი იმისა, რომ ჩვენ თვითონ მართოთ ჩვენი ზონა, ჯვარის ზონა, შევქმნათ უკეთესი ინფრასტრუქტურა, შევქმნათ უკეთესი საცხოვრებელი პირობები. ჯვარის მუნიციპალიტეტის შექმნა არის ისტორიული სამართლიანობის აღდგენა და ძალიან მინდა ყველა იმ მოწინააღმდეგე ადამიანს უთხრა, რომ ამ მოვლენას ნუ დაიყვანს ყოფით დონეზე და ნუ დაიყვანენ იმაზე, რომ თითქოს ეს არის სავარძლის მოპოვების მცდელობა და რაღაც სეპარატიზმი, უბრალოდ ელემენტარულად სეპარატიზმის განმარტება წაიკითხონ და დანარჩენს შემდეგ მიხვდებიან. თუნდაც მიზეზად ჩამოვთვლი იმას, რომ 2013 წელს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივ ბიუჯეტში ჩვენ თემში რეგისტრირებულმა გადასახადის გადამხდელებმა შეიტანეს 200,000 ლარი. ამ 200,000 ლარი და სამწუხაროდ არც ერთი თეთრი ლის საჭიროებებზე არ დახარჯულა. და მე მინდა აი ამ ტრიბუნიდან მოუწოდე ჩვენ მთავრობას, რომ ხარი დაუჭიროს ამ ინიციატივას, იმ დეცენტრალიზაციას, რომელსაც თავიდანვე მხარს უჭერდა და იმ განცხადებებით, რითიც მოვიდნენ ამ ხელისუფლებაში, ხარი დაუჭიროს და შექმნას პრეცედენტი იმ დეცენტრალიზაციისა, რომელსაც ერქმევა ჩვენი ჯვარის მუნიციპალიტეტი. გმადლობთ. და მე მახსოვს, ჩვენ გავიხსენეთ ამას წინათ, რომ ჩქვალერი გამოიყო ჯვარს და ჯვარელები ავედით, მეც მოვდიოდი და მიულოცეთ ჩქვალერს გამოყოფა. ბიჭო, რა გინდა, ჩემო წალენჯიხელებო, თქვენ შემოგევლო ჩემი თავი. განა არ გვიყვარხართ? ძალიანაც გვიყვარხართ, მაგრამ ასე უსამართლოდ რატო იქცევით, კაცო? რატო აყენეთ ამ ახალგაზრდებს შეურაცხყოფას იმისათვის, რომ თავისი კუთხე მოიძიონ? თავისი კერა დაისაკუთრონ ისევ. მე თქვენ შემოგევლეთ. გილოცა დღევანდელ დღეს. აქციის დასასრულს ჯვარის ცალკე მუნიციპალური ერთეულის სტატუსის მინიჭების საკითხთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა წალენჯიხის საკრებულოს წევრმა და საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელმა დავით ჭიჭინაძემ. ჭიჭინაძის განმარტებით, ეს შეკრება არ იყო რომელიმე პარტიის მხარდასაჭერად ან საწინააღმდეგოდ მიმართული. ეს იყო მხოლოდ ფოკუსირებული ჯვარის ცალკე მუნიციპალიტეტის შექმნის თაობაზე მოქალაქეების ერთსულოვნების გამოხატვა. ასევე მისი თქმით, საკითხი სრულყოფილადაა დამუშავებული და წარდგენილია მთავრობაში კანონის მოთხოვნების სრული შესაბამისობით. ბოლო სიტყვა კი მთავრობასა და პარლამენტზეა დამოკიდებული. 5 აპრილს ქალაქ ჯვარში გამართულ შეკრებაზე დასწრების თხოვნა გაეგზავნა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, სამთავრობო კომისიას, წალენჯიხის ხელმძღვანელობას და სამეგრელოს ზემოსვანეთის გუბერნატორს. თუმცა არც ერთი მათგანი ჯვარის საინიციატივო ჯგუფის მიერ გამართულ შეკრებას არ დასწრებია. პირველ რიგში საქმე იმაშია, რომ გეოგრაფიულად ადმინისტრაციულ ცენტრსა და ამ ზონას შორის, რომელშიც 7 თემი არის გაერთიანებული, არ არის ელემენტარულად საზოგადოებრივი ტრანსპორტიც კი ნორმალურად აწყობილი. ყველა საკითხზე, რომელიც მუნიციპალიტეტმა უნდა გადაწყვიტოს, ამ 23,000-მდე მოქალაქეს უწევს მიმართოს ადმინისტრაციულ ცენტრს.
არის უამრავი საკითხი, რომელსაც ყოველდღიურობაში აწყდება მოქალაქე და ამ საკითხის გადაწყვეტა უფრო მეტი დრო ჯდება და უფრო მეტი რესურსი ჯდება, მხოლოდ იმიტომ რომ ჩახვიდე, შეხვდე მოძებნო ჩინოვნიკი, ვიდრე ამ საკითხის გადაწყვეტა სჭირდება თვითონ. შესაბამისად, ჩვენი ამოცანა არის, რომ ჩვენ ყველაფერი მზათა გვაქვს იმისთვის, რომ მუნიციპალიტეტი გქონდეს. დავიბრუნოთ 2006 წელს 6 წლამდე ჩვენს ხელთ არსებული სტატუსი, რომელიც წაგვერთვა. და ჩვენ თვითონვე მივხედოთ ჩვენ თავს, ჩვენი პრობლემები ჩვენ მოვაგვაროთ და ჩვენ მივხედოთ ჩვენ მოსახლეობის საჭიროებების გადაწყვეტას. მოიპოვებს თუ არა ჯვარი ცალკე დამოუკიდებელი თვითმმართველი ერთეულის სტატუსს და დააკმაყოფილებს თუ არა საქართველოს მთავრობა და პარლამენტი ჯვარის საინიციატივო ჯგუფისა და ჯვარელთა ერთი ნაწილის მოთხოვნას. ამ ყველაფერს მომავალი გვიჩვენებს. ავღანეთში ტერორისტების თავდასხმის დროს დაღუპულ ქართველ სამხედროს კაპრალ ვლადიმერ შანავას 25 წელი შეუსრულდებოდა. 1 აპრილს ვლადიმერ შანავას ოჯახის წევრები, მეგობრები, წალენჯიხის ადგილობრივი ხელისუფლებისა და თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები მის საფლავთან შეიკრიბნენ და ქართველი სამხედროს ხსოვნას პატივი კიდევ ერთხელ მიაგეს. შეგახსენებთ, რომ 2013 წლის 13 მაისს ავღანეთში ჰელმანდის პროვინციაში მეამბოხეთა მიერ 42 ბატალიონის ბაზაზე განხორციელებული იერიშის შედეგად დაიღუპა კაპრალი ვლადიმერ შანავა. ის საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა 2007 წლიდან. მიღებული აქვს медали სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობისათვის. ბიჭებისგან ვიცი და თვითონ სამხედროებისგან, რომ იმ დღეს იყო ძალიან აფური აქებული. თან რა იყო, მიუხედავად ასაკისა, ჩემს მისთვის რო შეგიხდა, იფიქრებდი, რომ იყო ძალიან ბევრი ნახველი ცხოვრებაში. პრინციპში ნახველი ყავთ, რომელთაგან იარაღს ყოიღებ ხელში და დიდომს რო გადაიტან 2800 იქ ერთი სამი მეგობარი დაგეყოფება მეორე მე ავღანეთში 22 წლის ასაკში რო წახვალეს თავისთავად მოქმედებს ფსიქოლოგიაში და ფაქტურად უფრო ნაადრევად იყო ჩამოყალიბებული როგორც ადამიანი ასაკთან შედარებით. ნამდვილად ტრაგიკული დღე ჩვენი როგორც რაიონის ასევე მთელი ქვეყნის ისტორიაში. მაშკაცი ბიჭი ჩვენი რაიონის მკვიდრი შეეწირა ტერორისტული დაჯგუფების თავდასხმას, რომელიც ისწავდა არა მარტო იმ ქვეყნის, სადაც ეს მოხდა, არამედ თავის სამშობლოს ღირსებას და გონდებს. პრემიერ-მინისტრის ინიციატივით ახალი პროგრამა მწვანე მომავალი აქტიურ ფაზაში შევიდა. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით წალენჯიხის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობამ გამწვანების კამპანია დაიწყო, რომლის მიზანით საქართველოში გამწვანების პროცესის ხელშეწყობა და ჯანსაღი გარემოს თემის პოპულარიზაციაა. ამ კამპანიის ფარგლებში წალენჯიხის მუნიციპალიტეტს გადაეცა 1000 ნეკერჩხლისა და 2500 იფანის ნარგავები, რომლის განაწილების პროცესი თემებში 4 აპრილიდან დაიწყო. პრემიერის ინიციატივა მწვანე მომავალი მიზნად ისახავს მწვანე ნარგავების ფართობების გაზრდას, გარემოს დაცვით საკითხებთან დაკავშირებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლებასა და ჩართულობას. აქცია მნიშვნელოვანია როგორც ეკოლოგიური, ასევე კულტურულ-რეკრეაციული თვალსაზრისით. თბილისის ნომერ 16 საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეები ქალაქ წალენჯიხის პირველ და სოფელ ეწერის საჯარო სკოლებს სტუმრობდნენ და თანატოლებს გააცნეს თავიანთი პროგრამები, ასევე გაუზიარეს საკუთარი გამოცდილება და შესაძლებლობები თუ რამდენად დიდი შრომა ჩადეს პროექტის მომზადებაში, რომელიც რეალურ ცხოვრებასაა მორგებული და დაკავშირებულია სახელმძღვანელოში მოცემულ თემებთან. აგრეთვე წარმოადგინეს მე-16 საჯარო სკოლის მაკეტი. მოსწავლეებთან ერთად იმყოფებოდნენ პროექტის ფასილიტატორი, ინგლისური ენის მასწავლებელი ანა კვარაცხელია და სხვა პედაგოგები. თბილისიდან ჩამოსულ სტუმრებს მათ მიერ მომზადებული პროექტები გააცნეს და თინეიჯერულ პრობლემებთან დაკავშირებით ესაუბრნენ პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეებიც. არაფორმალური გაკვეთილის დასასრულს მე-10 კლასელებმა ერთმანეთს მეგობრობის ხელი გაუწოდეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს. ინტერნეტის საშუალებით, Facebook-ით ჩვენ დაუმეგობრდებით ერთმანეთს, გავიცანით ერთმანეთის სახელით და გვარები დატოვებული გვაქვს. ჩვენ გვაქვს კლუბი მომავალი თაობა, მათაც როგორც ვიცით სამოქალაქო კლუბის განათლება. ჩვენ გამოცდებას გავუზიარებთ, ანუ ჩვენი ლიდერი ირაკლი ხორავა და დავეხმარებით და ისინიც დაგვეხმარებიან, მოკლედ ერთმანეთისგან ვისწავლით და ეს გავუზიარებთ გავასწავლით. ნუ როგორც ცნობილია 21 საუკუნეში თინეიჯერების პრობლემა უკვე ძალიან ისეთი აქტუალურია და ჩვენ გადავწყვეტეთ რომ შეგვედარებინათ დღევანდელი 21 საუკუნის თინეიჯერები და წარსულში ანუ ჩვენი მშობლების ასაკის თინეიჯერები ერთმანეთისთვის და თუ ამ
ამ ორი სახეობის შედარებისას ძალიან ბევრი განსხვავებული რამ აღმოვაჩინეთ. ჩვენ გვინდა რომ მთელი საქართველოს მასშტაბით დავაკავშიროთ ერთმანეთთან და სწორედ ეს არის გაცნობითი სახის პროექტი. ჩვენ ხელს ვაწვდით ერთმანეთს და გვინდა რომ ყველამ გაიზიაროს ეს პრობლემები და არავინ არ შეხვიდოს გულგრილად. აღფრთოვანებულები ვართ იმით, რომ გავიცანით თბილისის მე-16 საჯარო სკოლის მოსწავლეები, თავიანთი მასწავლებლებიც ძალიან საინტერესო პროექტით გავიცანით ერთმანეთი, მათ გაგვაცნეს საკუთარი თავი და თავიანთი პრობლემები, რომელიც მათ აწუხებს ამჟამად ჩვენს ესე იგი დღევანდელი თინეიჯერები და მათი პრობლემები შესაბამისად შევადარეთ გასული თაობის თინეიჯერების პრობლემები ერთმანეთთან და მოსწავლეებმა გამოხატეს და აფიქსირეს თავიანთი მოსაზრებები, თუ როგორ უნდა გადაიჭრას ეს პრობლემები და როგორ უნდა რა გეგმები უნდა გქონდეს იმისთვის, რომ ყოველივე ეს იქნეს გადალახული შემდგომისთვის. ჩვენ ვართ თბილისის მე-16 საჯარო სკოლიდან, მუშაობთ 5 თვეა პროექტზე, საგანმანათლებლო პროექტი გახლავთ ეს Gateway is Tbilisi Live. და ჩვენი მიზანია ინფორმაციის გაცვლა, გამოცდილების გაზიარება, მოსწავლეებმა ძალიან ბევრი საინტერესო ინფორმაცია მოიპოვეს და გვეჩვენებინა რაიონის მოსწავლეებისთვის ჩვენი მუშაობის მეთოდები და გაგვეზიარებინა რა სტილით, რა მეთოდებით მუშაობთ და გვაინტერესებდა აქაური მოსწავლეები რას აკეთებენ, რას საქმიანობენ და როგორ მუშაობენ სახელმწიფოსთან ერთად. თბილისის სკოლების მასწავლებლები ჩართულები ვართ საერთაშორისო პროექტების ვებსაიტი არსებობს e-training-ი პორტალი ასეთი, რომელიც მოიცავს ევროპის ქვეყნებს, საქართველო, აზერბაიჯანი და სომხეთი წელს ჩაერთო. ჩვენ მქონდა ტრენინგები გავიარეთ წყალტუბოში და ცოტა გული დამწყდა, რომ მე იქ წალენჯიხიდან ვერავინ ვერ ნახე, ვინც დასწრებოდა და ეს სიახლე ჩამოეტანა რაიონში და მინდოდა ეს გამეზიარებინა ეს სიახლე წალენჯიხელებისთვის და ამ მიზნით ჩამოვედით დღეს ჩვენ წალენჯიხის პირველ საჯარო სკოლაში. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის სამსახურის სკოლამდელ და სასკოლო დაწესებულებებთან ურთიერთობის განყოფილების ინიციატივით გასულ კვირას ქალაქის კინოთეატრის დარბაზში გაიმართა ანტინარკოტიკული აქცია საღამო. უნდა გადარჩე და გადარჩები. აქციის ფარგლებში წარმოდგენილი იქნა სპექტაკლი ჩემი მამა და ამ საღამოსთვის ექსკლუზიურად შექმნილი ანტინარკოტიკული ჰიმნი არ გაეკარო. აღნიშნული აქციის მიზანია საფუძველი ჩაუყაროს წალენჯიხის მუნიციპალიტეტში მსგავსი სახის ღონისძიებების ჩატარების ტრადიციას და საზოგადოების განსაკუთრებით კი ახალგაზრდა თაობის ინფორმირებას და პრევენციას. საინფორმაციო გამოშვება ობიექტივით დასრულებულია. მინდა წინასწარ მოგილოცოთ ხვალინდელი დღე მხარების ბრწყინვალე დღესასწაული შეგეციოთ ამ დღის მადლი. მომავალ კვირამდე გემშვიდობებით. გმადლობთ იმისთვის, რომ გვიყურებდით. დახვედრს.